რა არის სამი რაღაც, რასაც საკუთარ თავში შევცვლიდით? აუ არ ვიცი, მე ვარ, აი როგორ გითხრა, შევცვლიდი რას? ემოციური ძალიან ვარ. კი, და ძალიან საყვარელი. ვარ მარტო ხელადე და ორივეს მარტო ვსრდი. და აი რა შევცვლიდი, იცი? მებრძოლი ვარ ნამდვილად, მაგრამ ძალიან ბევრი მინუსია ჩემში, რა ვიცი. მებრძოლი რომ ხარ ძალიან კარგია, ეს ცუდია. რომ მე ორივეს მარტო ვსდი და მოვედი აქამდე, მაგრამ ემოციურობის გარდა რა მაქვს უარყოფითი კიდე? აი უარყოფითია ესე კი არ შეხედოთ, აი თქვენ რაც გინდათ რომ შეცვალოთ ძალიან. ჩემ თავში ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად მაინც ძალიან ბევრ რამეს, იმიტომ რომ აი როგორ თქვა, თავი მოიკლა ჩემმა ქმარმა იარაღით და აი არ ვარ ის როგორ თქვა, რომ აი ან უჩივლო, ან მოვითხოვ არა, აი ვარ უფლის იმედად ყოველთვის. ღმერთს თავისი წილი შენახულია გაბრიელისთვის და არავის არასოდეს იბოროტეს, არ შემაყოფა არ გამაბოროტა. შევცვლიდი, არაფერს არ შევცვლიდი, იცი რატო? კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, როგორიც ვარ. არ ვარ შურიანი, არ ვარ ბოღმა, ვარ მებრძოლი. ვიტყოდი, რომ აი ბევრ ქმრიან გეტყობათ რომ აი იცი რა არის, თავარი არის ადამიანი უღმერთო არ უნდა იყო, არ უნდა გაგაბოროტოს შენმა ყოფამ. უნდა იყო მოსიყვარულე, ეკლესიურობა მარტო ის არ არის, რომ რას ჭამთ და როგორ სწორად უნდა იცხოვრო. და ყოველთვის ამას უნერგავ ჩემ შვილებსო, უნდა იყოს მომღიმარი და მოსიყვარულე. მე ესეთი ვარ. შევცვლიდი იმას, რომ ძალიან ემოციური ვარ და ყველაფერი გულთან მიმაქვს, ყველაფერს განვიცდი, მე ბღავი ვარ. დიდი ხანია გარდაიცვალა თქვენი მეუღლე. ყველაზე ვიყავი ორსულად. ხო, მივაღწია იმას, რომ გამგეობა ქირას ბოლომდე მიხდის. რა ვიცი, ძალიან ბევრ რამეს ლისფასად დამიშდა, სამაგიეროდ შინაგანად დამანგრია, მაგრამ ადამიანო მადლიერი ვარ უფლის, იმიტომ რომ დღეს ჩემი შვილები ქუჩაში არ არიან. უარესყოფაშია ხალხი. მიყვები ყოველდღიურად.